მოგესალმებით კოლეგებო, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. მე ხა გაგაცნობთ დღის წესრიგს იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც შემოგთავაზებთ, რომ დღეს იმუშაოს ჩვენმა კომიტეტმა. მოკლედ პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე კანონპროექტი, დადგენილების პროექტი. მეორე საკითხი გახლავთ პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდაჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა. შემდგომ მესამე საკითხად განვიხილავთ საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვას და ბოლო ორი საკითხი, ასე ვთქვათ, შედარებით ვრცელი, ეს გახლავთ მეოთხე საკითხი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ირაკლი შადაკიშვილის, გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, ამას განვიხილავთ პირველი მოსმენით და მეორე ბოლო საკითხი, მეხუთე საკითხად იქნება მეორე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გურდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და სხვა კოლეგების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე, იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სხვა პაკეტში შემავალი კანონპროექტების განხილვა, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ამას განვიხილავთ მეორე მოსმენით და მეოთხე, მეხუთე საკითხების განხილვისთვის მე ჩემს პირველ მოადგილეს ბატონ ირაკლი შადაკიშვილს ვთხოვ, რომ წაიყვანოს ხდომა. შესაბამისად, თხოვთ დღის წესრიგი დავამტკიცოთ წარმოდგენილი რედაქციით. მადლობა. კარგით, დავიწყოთ ჩვენ განხილვა. პირველ საკითხად, როგორც გითხარით, ეს არის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების საკითხი. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 პრიმა მოხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 221 მოხლის შესაბამისად პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილებეთი, ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონით. ჩვენ ბოლოს თუ გახსოვთ არსებული ცვლილებებით რეგლამენტიდან იქნა ამოღებული 221 მუხლი, შესაბამისად 221 მუხლი, შესაბამისად ასევე 2020 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით იყო დამტკიცებული საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად 2025 წლის 10 მარტიდან სახელმწიფო სიმბოლოების და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სიმბოლოებისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს უკვე მთავრობაში შემავალ სტრუქტურას, ამ ჰერალდიკის დებულებას დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით უკვე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. აქედან გამომდინარე, უნდა ძალადაკარგულად გამოცხადდეს პარლამენტის მიერ მიღებული ზემო აღნიშნული რეგულაცია, რომელიც ეხება ჰერალდიკის საბჭოს დებულებას. ეს არის პირველი საკითხი. თუ არსებობს კითხვები, მზად ვარ გაგცეთ პასუხი. თუ არა და მექნება წინადადება, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ პირველივე საკითხი. ვინ არის მომხრე? მიღებულია ერთხმად. მადლობა. შემდეგი საკითხი დღის წესრიგის შესაბამისად იმ რედაქციით, რომელიც წარმოგიდგენთ, არის პეტიცია, რომელიც არის შემოსული არასამეწარმეო იურიდიული პირი ერი და სახელმწიფოს მიერ, წარმომადგენელი არის ზვიად ტომარაძე, რომელიც ეხება ჯამოდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან საქართველოს
გამოყვანის მოკლედ საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენი კომიტეტი ასეთ შემთხვევაში არის ვალდებული შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა, რამდენად იმ დადგენილი წესით, რომელიც არის რეგლამენტიდან გამომდინარე. აქ მოგახსენებთ, რომ ესე იგი ჩვენ ვამოწმებთ სახელს გვარს პირად ნომერს ტელეფონის ნომრების მითითებით ხდება ამ განცხადების შემოტანა და სულ არის წარმოდგენილი 623 ამ პეტიციის მხარდამჭერი ხელმოწერა 44 ფურცლად ის ხელმოწერები რომლებიც არ შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად ამ მთლიანობაში შეადგენდა 26 ხელმოწერას და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203 მუხლის მეხუთე პრიმა პუნქტის შესაბამისად ბათილად არის ეს ყველა 26 ხელმოწერა მიჩნეული ჩვენ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203 მუხლის მოთხოვნა რის საფუძველზე ბათილი ხელმოწერების რაოდენობა შეადგინა როგორც უკვე გითხარით 26 თუმცა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან ნამდვილი არის 597 ხელმოწერა, რაც აღემატება 300 ხელმოწერას, რაც არის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი, შესაბამისად ჩვენ ვართ ვალდებული ეს საკითხი, ასე ვთქვათ, განვიხილეთ, მოვამზადოთ, გადაუგზავნოთ ბიუროს, შემდგომ უკვე მაღალი ალბათობით ჯანდაცვის კომიტეტი იქნება ამ საკითხზე უფლებამოსილი, კანკრეტის განხილვაზე უფლებამოსილი სტრუქტურა პარლამენტში. კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები თუ კი ასეთი არ არის, მაქვს წინადადება, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი, ვინ არის მომხრე? მადლობა, ეს საკითხიც მიღებულია ერთ ხმად. შემდეგი გახლავთ შემდეგი საკითხი ეს არის აგრეთ წოდებული კითხვების მონიტორინგი, რომელსაც ჩვენი კომიტეტი ახორციელებს, პარლამენტის წევრთა კითხვები. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ შემდეგი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152 მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლის და ყოველი მომდევნო მესამე თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მეოთხე პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიურო. შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა 2024 წლის 1 დეკემბრიდან 25 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი. და ეხლა რა აღმოჩნდა, რომ შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში გაიგზავნა პარლამენტის წევრის 2 კითხვა, რომელთაგან პასუხი არის ერთ კითხვაზე გაცემული პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვლით, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში პასუხი გაცემულია არა უფლებამოსილი პირის მიერ, როგორც მოგეხსენებათ რეგლამენტით კონკრეტული ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერით უნდა იყოს პასუხი გაცემული, რაც ამ შემთხვევაში არ არის ამ სახით წარმოდგენილი. იმიტომ რომ ხელს აწერს კონკრეტული დაწესებულების არა ხელმძღვანელი. რაც შეეხება პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილ მეორე კითხვას, მასზე პასუხი საანგარიშო პერიოდში არ არის გაცემული. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან წერილობითი პასუხი წარუდგინოს 10 დღის ან აღნიშნული დღის ვადაში, ან აღნიშნული ვადა კითხვის ავტორისადმი კითხვის ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე გაგრძელდეს 10 დღით, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152 მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს და ჩვენ ასევე რა თქმა უნდა განვაგრძობთ პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას. დინამიკაში ჩვენი კომიტეტი დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით. მოკლედ იყო სულ 2 კითხვა, რომელზედაც ერთზე იყო პასუხი გაცემული, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო ეს სრულფასოვანი, რადგანაც ხელს
რომელსაც წერდა არაუფლებამოსილი პირი, მეორეზე პასუხი არ გაცემულა. ეს არის საკითხი, რომელიც ასევე ჩვენ უნდა გადავცეთ შესაბამისად ინფორმაციის სახით ვიუროთ. კითხვები, მოსაზრებები ამ საკითხზე არ არის, შესაბამისად ვაყენებ დღის წესრიგზე ამ საკითხს, ვინ არის მომხრე მივიღოთ კენჭის ხმაზე უკაცრავად. მადლობთ, მიღებულია ერთ ხმად. კარგით, შემდეგ ბოლო ორი საკითხი, ეს არის უკვე საკანონმდებლო ცვლილებები და მე ბატონ ირაკლის ვთხოვრო გაუძღვეს ხდომას. დიდი მადლობა ბატონ დათო, მოგესალმებით ყველას. როგორც მოგეხსენება ჩვენი სამუშაო დღესასრიგის მეოთხე პუნქტით, დღესასრიგის თანახმად მეოთხე პუნქტად გათვალისწინებული არის პირველი მოსმენით განხილვა წარმოდგენილი კანონპროექტისა, რომელთა ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები შალვა პოპოიშვილი, დავით მატიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გენიეტ აწიწავა, ირაკლი შადაკიშვილი, გიორგი კახიანი და საკითხი შეეხება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას. მოხსენებელი გახლავთ აღნიშნულ საკითხს ბატონი დავით მატიკაშვილი და ბატონ დათო გთხოვთ. კი ბატონო, მოგახსენებთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით. კანონპროექტის არსი მდგომარეობს შემდეგში. საქართველოს პარლამენტის აპარატის წევრს, რომელსაც შეუსრულდება 65 წელი, ანუ საპენსიო ასაკი, ამ ცვლილებით ეძლევა საშუალება გარდა იმ კომპენსაციისა, რომელიც ისედაც კანონით არის დადგენილი და ის არის კომპენსაცია დამოკიდებული ნამსახურებ წლებზე, ერთჯერადად თავმჯდომარის ბრძანებით მიეცეს კომპენსაცია, თუკი ის საკუთარი ის გადაწყვეტს, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის გამო დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ეს ცვლილება სოციალური კუთხით არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მეტად განაპირობებს სოციალურ დაცულობას კონკრეტული პარლამენტის აპარატის თანამშრომლის. ეს არის ერთი საკითხი. მე ყველა საკითხს ამ ცვლილებებიდან გამომდინარე მოგახსენებთ. შემდეგი საკითხი, რომელიც პრინციპების დონეზე იქნება ჩვენს მიერ განსახილველი, გახლავთ ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში მოქმედებს დროებით საგამოძიებო კომისია, რომელმაც საკუთარი მუშაობის მიმდინარეობისას გარკვეული ერთგვარი ხარვეზებს წააწყდა, რაც ხელს უშლის კომისიას მოქნილად იფუნქციონეროს. კერძოდ, პირველი და მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, კომისია შეისწავლის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა ფაქტებს და მოქალაქეთა მხრიდან არის ასეულობით განცხადება შემოსული, რომლებიც თვითონ ითხოვენ, რომ ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას ამ პერიოდში, შესასწავლ პერიოდში არსებული განხორციელებული ქმედებების მიერ, რაც არის დაკავშირებული ხელისუფლების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენას. რაოდენობიდან გამომდინარე განცხადებების ბუნებრივია, რომ კომისიის მუშაობის საკითხი იმისთვის, რომ იყოს მოქნილად, ასე ვთქვათ, პროცესში შესული, საჭიროა იქნეს დადგენილი ასევე მოქნილი მიდგომები იმისთვის, რომ მოხდეს ამ პირთა, ანუ იმ პირთა, ვინც თვითონ განცხადებით მიმართა პარლამენტს, შესაბამისი გამოკითხვა. აღნიშნული ცვლილებით იქნება შესაძლებელი, რომ კომისიამ დაავალოს კომისიის ერთ წევრს მოახდინოს შესაბამისი კომუნიკაცია, ანუ ჩამოართვას ახსნა განმარტება ამ პირს, რომელიც რეგლამენტით დადგენილი წესით ეს ახსნა განმარტება დაერთვება, რა თქმა უნდა, მთლიან მტკიცებულებათა მასალას და იმ შემთხვევაში თუ კი აღმოჩნდება ბუნებრივია დანაშაულის ნიშნები, იქნება ეს მტკიცებულებები სხვა მტკიცებულებებთან ერთად გადაცემული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ამასთანავე იქნება მიღებული გადაწყვეტილება სურვილის და აქტუალობის შემთხვევაში უკვე კომისიაზეც მოხდეს კონკრეტულად ამ პირის გამოკითხვა, თუ კი ასეთად ჩაითვლება საჭიროება იმ კონკრეტული, ანუ კომისიის წევრი ერთი პირის მიერ არსებული გამოკითხვისა. ეს არის ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული ის, რომ არსებული რეგულაციით მხოლოდ
კომისიის დასრულების შემდგომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება ეგზავნებოდა სამართალდამცავ ორგანოს იმ შემთხვევაში თუ კი იქნებოდა აღმოჩენილი შესაძლო დანაშაულის ნიშნები. აღნიშნული ჩემს მიერ შემოთავაზებული ცვლილებით შეიძლება ეს წესი და შუალედში კომისიის მუშაობის დასრულებამდე თუ კი ჩათვლის კომისია რომ არის უკვე კონკრეტული დანაშაულის ნიშნები მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ეს დოკუმენტაცია იქნეს უკვე სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემული. ეს არის შემდეგი ცვლილება და ბოლო ცვლილება, რაც იქნება ჩვენი განხილვის საგანი, არის ის, რომ არსებული რეგულაციით, პარლამენტის რეგლამენტით სესიების ჩატარების კვირას, ისევე როგორც ეს ეხება კომიტეტს, ასევე იყო და არის ჯერჯერობით შეუძლებელი კომისია მიფუნქციონიროს და ჩაატაროს სხდომები. შემოთავაზებული ცვლილებით კომისიას ექნება შესაძლებლობა რომ სასესიო კვირაშიც ჩაატაროს სხდომები იმ დათქმით რომ სხდომების ჩატარება სესიასთან პარალელურ რეჟიმში არ უნდა მოხდეს. შესაბამისად ეს ბუნებრივია გაამარტივებს და უფრო მოხდენს გახდის საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებას. ეს არის ძირითადად საკითხები, რომელიც ეხება მეოთხე პუნქტად დღის წესრიგის მეოთხე პუნქტში განსაზღვრულ პირველი მოსმენით ჩემს მიერ წარმოდგენილ საკითხს და კითხვების შენიშვნების შემთხვევაში მზად ვარ გითხრას. კი ბატონო, კოლეგებო, შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება ხომ არ გაქვთ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, ბატონო გურამ? გამარჯობათ, მოგესალმებით, უფრო მოსაზრება და პოზიციის დაფიქსირება. მსურს რომ მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ხალხის ძალა წარმოდგენილი საგამოძიებო კომისიაში და ნამდვილად საჭირო ცვლილებები არის გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არის შემოსული ძალიან ბევრი წერილი, ძალიან ბევრი განცხადება და მათ შორის თითოეული არის ძალიან მასშტაბური. გამომდინარე აქედან ხა 8 კომისიის წევრს ამისი ფუფუნება არ აქვს რომ ამ შემთხვევაში 3 და 4 ადამიანმა მოისმინოს ერთი ადამიანის გამოკითხვა და ბუნებრივია რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს კომისიას იმ მუშაობის პრაქტიკაში და იმ ვადებში ჩვენ ვიცით რომ ვადებიც არ არის ბევრი სამთვიანი ვადა აქვს კომისიას და შესაბამისად ეს იქნება ძალიან კარგი მით უფრო ისეთ მასშტაბურ საქმეზე როგორიც გახლავთ ნაცმოძრაობის როგორც რეჟიმის შეფასება, იმიტომ რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით არა ერთი მოქალაქე რეკავს თუ აგზავნის განცხადებას და ასე შემდეგ. ასე რომ საკმაოდ სწორი ცვლილებები არის ეს. არა მხოლოდ ამ საკითხისთვის, ზოგადად კომისიისთვის, მაგრამ განსაკუთრებით გამომდინარე აქედან ამ საკითხისთვის. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გურამ, ბატონ დავით. მოგესალმებით, ამ კომისიასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან რეგიონში, სამეგრელოში უამრავი ფაქტი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, როგორც ქონებრივი, ასევე სიცოცხლის მოსპობის ფაქტები. 4 ფაქტია ისეთი, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში ადამიანები იქნენ ზღვაში გაყვანილი და ჩაძირული, ანალოგიურად ქონებრივი საკითხებიც უამრავი გვაქვს და გეთანხმებით, რომ მრავალი ფაქტი იქნება კომისიაზე განცხადების სახით შემოსული. უბრალოდ როგორც ჩვენ ბიუროს მოგმართავს უამრავი ადამიანი და გთხოვს და დახმარება გაუწიოთ, რომ განცხადება იქნა შემოტანილი კომისიაზე და ერთი რამ მაინტერესებს უბრალოდ ჩვენს გაგვიშთა ეგ კითხვა. რა თქმა უნდა კომისიაზე შემოტანილი განცხადებები როგორც წესი და რიგიან დამისამართება შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, მაგრამ რა ვადა განისაზღვრება იმისთვის, რომ ეს გამოძიება იქნას ბოლომდე მიყვანილი. ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო უწყებებს მიმართეს და გამოძიება უწყვეტად გაგრძელდა და რაღაც შედეგებამდე კონკრეტულ ვერდიქტამდე ვერ მივედი და თუ შეიძლება რომ ეს ვადები დაუზუსტოთ მოსახლეობასაც, თორე ყველა საინტერესებს და ხშირი კითხვებია. მადლობა. ბატონ დავით, მეც მექნებოდა ერთი შენიშვნა და გნებავთ უპასუხეთ ბატონ დათოს შეკითხვას და დავასრულებ და შემდეგ კითხვაზე შევაჯამოთ. კი ბატონო, გაგცემ პასუხს. გეთანხმებით ბატონ გურამ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ამ ცვლილებამ ბუნებრივია რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა უნდა გაყადოს მოქნილი, მეტად სრულყოფილი და შესაძლებლობა მიეცეს საგამოძიებო კომისიას დადგენილ ვადაში ამოცანები შეასრულოს, რაც მასზე არის რეგლამენტით დადგენილი. სწორედ ამ საკითხს
ეხება ფაქტობრივად მეორე კითხვაზე პასუხის ბატონ დავით. ნახეთ, თუ კი მოქალაქე დღეს შეიტანს საგამოძიებო ორგანოში განცხადებას, ეს განცხადება საგამოძიებო ორგანოს მიერ განიხილება იმ ვადების დაცვით, რაც არის პროცესუალური ვადები და ამ ხრივ განსხვავებული წესი ვერ იქნება. მაგრამ თუ კი აი ზუსტად ამ საკითხზე ვსაუბრობთ, თუ კი ეს განცხადებები იქნება შემოტანილი საგამოძიებო დროებით საგამოძიებო კომისიის სახელზე, მოხდება უკვე ამ განცხადებების განხილვა არსებული ცვლილების შემდგომ, რასაც ახლა ჩვენ მეხილავთ, მოხდება განხილვა კომისიის მიერ გამოყოფილი ერთი კონკრეტული კომისიის წევრის მიერ, რომელიც მას ჩამოართვებს ახსნა განმარტებას, მოხდება ამ მტკიცებულების როგორც წერილობით, ასევე ვიზუალური ვიდეო გადაღების მასალების მტკიცებულებად დართვა და თუ კი იქ იქნება აღმოჩენილი დანაშაულის ნიშნები, უკვე ამ ცვლილების შესაბამისად შესაძლებლობა ექნება კომისიას არ დაელოდოს კომისიის მუშაობის, ასე ვთქვათ, ბოლო ეტაპს და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გადააგზავნოს ეს საგამოძიებო ორგანოში. გამოძიებაში ვადები ბუნებრივია იგივე დარჩება, მაგრამ აქტუალობა და მნიშვნელობა ხა ყველა შემთხვევაში აქტუალური და მნიშვნელოვანია, როდესაც საგამოძიებო ორგანოში ბუნებრივია მიდის განცხადება, კომისიის გავლით იქნება ეს თუ კომისიის გავლის გარეშე, მაგრამ რადგანაც კომისია სწორედ იმ საკითხს ეხება, რაც 2003-2012 წლებში არსებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე ფაქტებს ეხება, ბუნებრივია, რომ კიდევ უფრო მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდება ეს საკითხი, ასე რომ თქვენს ბიუროში შემოტანილი განცხადებები, თქვენ გაქვთ სრული შესაძლებლობა მოახდინოთ კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მოხდეს გადამისამართება ამ განცხადებების დროებით საგამოძიებო კომისიის სახელზე და ეს განცხადებებიც დაექვემდებაროს იმ განხილვის წესს, რომელზედაც ახლა დღეს ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, სადაც უკვე კომისიის მიერ გამოყოფილი ერთი წევრი მოახდენს კომუნიკაციას იმ საკითხებზე, რაც ბუნებრივია კომისიის თვალთახედვით იქნება აქტუალური და მნიშვნელოვანი დანაშაულის ნიშნების შემცველობის კუთხით და შემდგომ უკვე გაგრძელდება პროცესი, როგორც ეს არის რეგლამენტით და რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. შენიშვნა დამატებითი ხომ არ გაქვთ? მე მექნება ბატონო და ერთი შენიშვნა შეკითხვა, მოსაზრება, ასე ვთქვათ, შეგვიძლია დავარქვა თქვენ ერთჯერად კომპენსაციასთან დაკავშირებით ბრძანებდით და აქ ეს როგორც შინაარსობრივი, ისე ფორმულირების ნაწილსაც შეეხება კონკრეტულად შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის მეხუთე მუხლი ითვალისწინებს ამას, ან პუნქტ მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველი არის საპენსიო ასაკის 65 წლის მიღწევა და ამასთანავე პენსიაზე უფლება ქალბატონებს წარმოეშვება 60 წლიდან, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი რომ დაზუსტდეს ამ ნორმის თქვენ მიერ წარმოდგენილი ნორმის ფორმულირება და ნაცვლად საპენსიო ასაკის მიღწევისა იყოს სახელმწიფო პენსიის უფლების მქონე თანამშრომლები. ეს წმინდა სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით შეიძლება უფრო სწორი იყოს. ერთი ეს და მეორე თქვენ ბრძანებდით ამ საგამოძიებო კომისიაზე პირისათვის ახსნა განმარტების ჩამორთმევაზე და ვინაიდან თვითონ ამ ოქმი დგება მთლიანად ამ სხდომის ოქმი მოიცავს ასევე ახსნა განმარტების ნაწილსაც და თქვენ მოქნილობაზე საუბრობდით და იმისათვის რომ უფრო მოქნილი იყოს და ნაკლებ ბიუროკრატიული იყოს, ხომ არ ჯობია რომ ახსნა განმარტება შედიოდა, ანუ განუყოფელი ნაწილი ესეც სხდომის ოქმისა და ცალკე ამაზე არ იყოს აუცილებელი ოქმის შედგენა. კი ბატონო, ეს თავისი შინაარსით უფრო მეორე მოსმენის საკითხია, მაგრამ ხელით ნამდვილად არ გვიშლება ის, რომ აქვე განმარტოთ და გეთანხმებით სახელმწიფო პენსიაზე უფლებამოსილი მქონე პირი. ამ ტერმინით შეიცვალოს, კი ბატონო, საპენსიო ასაკის მიღწეული პირი, ეს ამაში ნამდვილად მნიშვნელოვანი აფერი არ არის. ეს არის საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით უკვე არსებულ საკანონმდებლო ჩანაწერებში წერია არა პენსიაზე მიღწეული, არამედ პენსიის უფლების სახელმწიფო პენსიაზე უფლების მქონე პირი. ბატონო გურამ, შინაარსი აბსოლუტურად იგივეა. რამდენადაც შემცნობელია. კითხვის ავტორი ხო კი ბატონო, უკეთესად რომ განმარტოთ. საპენსიო კანონმდებლობის შესაბამისად
საპენსიო ასაკი არის განსაზღვრული 65 წლით. 65 წლის მიღწევა გახლავთ საპენსიის მიღების ასაკად განსაზღვრულებად და აქვე არის კონკრეტიკა, რომ ქალებისათვის ეს უფლება პენსიაზე წარმოიშვება 60 წლის ასაკიდან. ანუ უფლება 5 წლით ადრე წარმოიშვება, ხო მართალია? შესაბამისად არის დადგენილი 65, თუმცა ქალბატონებს წარმოიშვებათ 60 წლიდან და წმინდა სამართლებრივი ტექნიკის იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც ფორმულირება ასე რომ განიმარტოს, რომ საპენსიო ასაკის მიღწევა კი არა საპენსიო ასაკის უფლების წარმოშობასთან. ანუ უფლებაზე არის აქ უკვე ყურადღება გამახვილება, რომ ეს უფლება 5 წლით ადრე წარმოეშვებათ ქალბატონებს, შესაბამისად იყოს უფლებაზე საუბარი და არა ასაკის მიღწევა, იმიტომ რომ ასაკი არის 65 წელი, მაგრამ უფლება რადგანაც 5 წლით ადრე წარმოეშვებათ ქალებს, ჩანაწერი ასე მივხვდით მე კითხვაში და ჩანაწერი იყოს არა ასაკის მიღწევა, არამედ ამ პენსიაზე უფლების წარმოშობის კონკრეტული დრო. კი ბატონო, ამაში გეთანხმებით, ამას გავიზიარებთ თქვენ შენიშვნას, რაც შეეხება ახსნა განმარტების და უქმის საკითხს, ამაშიც გეთანხმებით იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელსაც შეიცავს ჩემს მიერ შემოთავაზებული ცვლილება, თავისთავად გულისხმობს ოქმის არსებობას, ასევე სადაც იქნება ასახული კონკრეტულად გამოსაკითხი პირის ახსნა განმარტება, ისედაც დამატებით კიდევ ახსნა განმარტების როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტის არსებობა, ბუნებრივია რომ არ არის სავალდებულო და შეიძლება ეს ყველაფერი აისახოს და მოიცვას ხომის ოქმით, რადგანაც გაფრთხილება თქვა ცრუდასმენას და შემდეგ კიდე დამოუკიდებლად მაინც კეთდება ისე რომ გაფრთხილებას ეს საკითხი არ ეხება. კი ბატონო, მიღებულია თქვენი შენიშვნა და გაზიარებულია. სხვა შეკითხვები თუ არ არსებობს, შეგვიძლია საკითხი დავაყენოთ კენჭის ყრაზე. დავაზუსტეთ, იმიტომ რომ აი წინა ხელისუფლების საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების პერიოდში უამრავი ფაქტი იყო ქონებრივ ნაწილში, ქონების ჩამორთმევის. 14-16-ის კომისიაში, ეკონომიკის სამინისტროში დავების წარმოების კომისიაში უამრავი ფაქტი გვაქვს, რომ ეს ქონება ჩვენი ხელისუფლების პერიოდში დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეებს. მაგრამ არის რამდენიმე ფაქტი შემორჩენილი, რომელზეც აქვს უკმაყოფილება რა, ანუ სამართლობისგანს და ესე რომ ვთქვათ და ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. და ამ კომისიის საშუალებით ამდენად იქნება შესაძლებელი, რომ ამ ადამიანებს თავიანთ კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონება ამ კომისიის დახმარებით დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ნამდვილად არიან დაზარალებული ადამიანები, ხამის ნოტარიუსების, ეგრეთ წოდებული ხამის ნოტარიუსების მსხვერპლები პროკურატურაში იბარებდნენ და პირდაპირ საკუთრებაში კანონიერ მფლობელობაში არსებულ ქონებას ართმევდნენ და ამდენად იქნება შესაძლებელი, რომ ამ ადამიანების ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული ამ კომისიის მუშაობის პერიოდში, ფარგლებში და ესე რომ ვთქვათ, ფუნქციის ფარგლებში. კი ბატონო, გავცემ პასუხს თქვენის ნებართვით. წინა ხელისუფლებამ, რომელიც 2012 წელს ქართულმა ხალხმა დაამარცხა, მის ჩადენილი დანაშაულების მასშტაბი იყო ძალიან მომცველი. ამ მასშტაბმა მოიცვა სრულიად საქართველოს და საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის რა თქმა უნდა სამეგრელოც, ბატონ დავით და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პროკურატურაში შესაბამისი პროფილის დეპარტამენტი შეიქმნა, სადაც ხდებოდა წლების განმავლობაში მსგავსი თემების განხილვა და რამდენადაც ჩემს არის ცნობილი და ეს კომისიაში, საგამოძიებო კომისიამ დაკითხა ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კი ბატონო, და იყო მის მიერ ანგარიში წარმოდგენილი იმ რაოდენობა, თქვათ, უფლებაში აღდგენილი პირებისა, ვისი უფლებაც იქნა დარღვეული წინა ხელისუფლების მიერ. თუმცა მე გეთანხმებით, რომ ბუნებრივია კიდევ რჩება ცალკეული საკითხები, რჩება დარღვეული უფლებები, რომელთა მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ადეკვატური, თუმცა ყველა საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება და სამართლებრივი განხილვის საგანი ხდება. სწორედ ამ
მიზანს ბატონ დავით ემსახურება დროებით საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირება, რომ მთლიანი სურათის გარდა და იმ მასშტაბის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ხაზგასმის გარდა, რაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სასტიკი, სადისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გულისხმობს, ასევე კონკრეტულ პირთა უფლებებზე მოახდინოს ყურადღების გამახვილება. შესაბამისად, ყველა ასეთ პირს ვისი უფლებაც იქნა დარღვეული, როგორც თვითონ თulis და როგორც არის მაღალი ალბათობით, რომ არის დარღვეული 2012 წლამდე არსებული რეჟიმის მიერ, მას აქვს სრული შესაძლებლობა მიმართოს განცხადებით კომისიას. კომისია განიხილავს ამ საკითხს და ზუსტად ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგის ეს კონკრეტული საკითხიც ამ თქვენს მიერ დასმულ თემას ეხება, იმ წესით, რა წესაც ჩვენ ეხლა თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მივიღებთ და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, თუ კი ასეთაც ჩათulis კომისია მოხდება ამ საკითხის გადამისამართება საგამოძიებო ორგანოში, რა თქმა უნდა. და შემდგომ უკვე არსებული დადგენილი წესის მიხედვით, არსებული საკანონმდებლო წესების თვალსაზრისით მოხდება მათი განხილვა. ბუნებრივია, რომ დროებით საგამოძიებო კომისია ვერ შეითავსებს ვერც პროკურატურის და ვერც სასამართლოს ფუნქციებს, ამისი უფლება დროებით საგამოძიებო კომისიას არ აქვს, მაგრამ კომისიას აქვს ვალდებულება, არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ის მიმართოს შესაბამისად საგამოძიებო ორგანოს და მოხდეს ამ საკითხზე კიდევ უფრო მეტად ფოკუსირება საგამოძიებო ორგანოების და არის ასევე სასამართლო, რომელიც საბოლოო ჯამში მიიღებს უკვე გადაწყვეტილებას კონკრეტულ უფლებადარღვეული პირის უფლებაში აღდგენის შესახებ. კარგით, მადლობა. შეგვიძლია დავაყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე. ვინ არის თანახმა? ერთხმად მიღებულია გადაწყვეტილება, პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილებები. დიდი მადლობა. ახლა კი გადავინაცვლოთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე და ბოლო საკითხზე, რომელიც გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ აჭარაშვილის, სოზარ სუბარის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალდო ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის და სხვა კოლეგების ინიციატივის ეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, რომელიც პაკეტად არის წარმოდგენილი და აერთიანებს რამოდენიმე სხვადასხვა კანონში ცვლილებას. საკითხი გახლავთ მეორე მოსმენით, მოხსენებელი არის ბატონი დავით მათიკაშვილი. ბატონ დავით, მეორე მოსმენის ფარგლებში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ პუნქტობრივად უნდა გავიაროთ და მე გკითხავთ და კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ ეს განხილვა და დაგისვათ თუ იქნება სადმე შესაბამისი ცვლილება, გთხოვთ რომ მოგახსენოთ. კი, ერთ შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ რამდენიმე ადგილას არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება, ასობრივი ცვლილება ამ კანონ პროექტს არ განუცდია. გთხოვთ დავიწყოთ და მოყოლთ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პირველი მუხლი არის ცვლილება პირველი მუხლის პირველი პუნქტი. პირველი მუხლის პირველი პუნქტი და არ განუცდია ცვლილება. მეორე პუნქტი ასევე უცვლელად არის წარმოდგენილი. მესამე პუნქტში თუ არის ცვლილება. კითხვები ხომ არ გაქვთ? კოლეგები კითხვები დამსწრე საზოგადოებას კითხვები ხომ არ აქვს? მეოთხე პუნქტთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება? მეოთხე? დიახ, მეოთხე პუნქტთან დაკავშირებით არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება და კითხვების შემთხვევაში გავცემ პასუხს. კითხვები ხომ არ გაქვთ კოლეგებო დამსწრე საზოგადოებას მეოთხე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება 202 მუხლში ცვლილებას? ასეთი არ არის. მეხუთე პუნქტი ეს უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მეექვსე ასევე უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. და მეორე მუხლი უცვლელია. საკითხი განხილულია, კითხვები ხომ არ არის? გადავიდეთ შენ პაკეტში შემავალ შემდეგ კანონზე, რომელიც შეეხება იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას. მუხლი პირველი. უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. შეკითხვები ხომ არ გაქვთ? იურიდიული დახმარების შესახებ კანონში? კარგით, გისმენთ. კი, ებატია, წარმოგიდგენთ თუ შეიძლება. თამარ კვარამაძე სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. ეს ცვლილებები, რომელიც ეხება არჩევის წესს, ხო ეს საბჭოს წევრების შერჩევას და საბჭოს დაკომპლექტების საკითხია. მიკროფონთან ცოტა ახლოს თუ შეიძლება, თორე არის. ბატონო, ახლოსა ვარ მე მგონი.
იურიდიული დახმარების შესახებ კანონში თან მიმართებაში ასეთი კითხვა ის წარმოდგენილი ცვლილებები ორ საკითხს ეხება, მათ შორის ჩვენ უფლებამოსილებას ახლოდამცველის მიერ კომისიის მეშვეობით ღია კონკურსის გზით საბჭოს წევრების შერჩევას. მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა, რომ ჩვენ ვირჩევდით კონკურსის წესით ორ წარმომადგენელს. ეს იყო ერთი აკადემიური წრეების წარმომადგენელი და მეორე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი იყო. ერთი ეს არის ერთი პუნქტი და მეორე ვისგან შედგებოდა ჩვენს მიერ კონკურსის ასე ვთქვათ ჩასატარებლად შექმნილი კომისია. ეს ორი საკითხია. პირველ საკითხთან დაკავშირებით მექნება კითხვა, სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამავე პაკეტში შედის, რა თქმა უნდა არ გამორიცხავს სურვილი შემთხვევაში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, თუმცა ამ კონკრეტულ კანონპროექტში საზოგადოებრივი ორგანიზაციებით და ან საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან წარმომადგენლის არჩევის შესაძლებლობა აღარ არის გათვალისწინებული. ამის დაზუსტება გვინდოდა, იმიტომ რომ სხვა კანონებისგან განსხვავებით იურიდიული დახმარების შესახებ კანონი რო იწერებოდა, ამას გარკვეული წინაპირობები ჰქონდა, რატო გადაწყდა საბჭოს ამ კონკრეტული შემადგენლობით შექმნა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან დაქვემდებარებიდან, როდესაც გამოვიდა სამსახური და გახდა დამოუკიდებელი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, ასე ვთქვათ, ცვლილებები და კანონპროექტი და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ მაშინ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რომ ეს ცვლილებები ასე განხორციელებულიყო, ამიტომ კითხვის დასმა გვინდა, რომ ამ განაპირობა, რომ დაუშვათ რატომ არ არის სხვა კანონების მსგავსად აქაც საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან არჩევის შესაძლებლობა დატოვებული, პრინციპში ეს არის კითხვა და სხვა შემთხვევაში ჩვენ მანდატთან მიმართებაში როგორც ჩანაწერი მიუთითებს, რაიმე შეზღუდვა ამ კუთხით ახლოდამცველს თან მიმართებაში არ არის. ამიტომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ისევ რჩება, შესაბამისად ამ ნაწილში რაღაც დაზუსტების სურვილი აღარ არის. დიდი მადლობა. სხვა შეკითხვები ხომ არ არის? ბატონ დოვა. კი ბატონო, გაგცემთ პასუხს. არა მხოლოდ ამ კანონზე, მინდა გითხრათ, რომ სხვა ყველა კანონზეც იყო წლების განმავლობაში ძალიან არსებითი მუშაობა და არსებითად შემუშავდა ის რედაქციები, რომელიც ჩვენ დღემდე გვქონდა, თუმცა კანონში, როგორც რეგლამენტში, ასევე თანდართულ კანონებში ცვლილების შეტანის მიზნები არის ცალსახად გაწერილი ჩვენს მიერ და ეს მიზანი არის საშუალება მიეცეს არა უცხოეთიდან დაფინანსებული მაღალი ალბათობით და სტატისტიკურად უმეტეს შემთხვევაში ორგანიზაციებს ფაქტიურად მართლობით სფეროში მიიღონ გაწყვეტილების მიღების ეტაპზე საკუთარი აქტიური მონაწილეობა, არამედ და მათ სრულებით რჩებათ განხილვის საკითხების შესწავლის, წინადადებების მიწოდების და ასე შემდეგ საკითხების დამუშავების შესაძლებლობა, არამედ მოხდეს ქვეყნის შიგნით საგანმანათლებლო აკადემიური წრეების რესურსის მეტად გამოყენება და სარგებლობა საკითხებზე კონკრეტიკის და ფოკუსირების თვალსაზრისით, რაც არის სწორედ აი ამ კონკრეტული ცვლილების მიზანი და ის შემდგომ განვიხილავთ ჩვენ კონკრეტულ საკითხებს და თქვენ ნახავთ, რომ ანალოგიური მიდგომა არის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ასე რომ სახალხო-დამცველს მის მიერ საბჭოს ჩამოყალიბებისას, როდესაც ის ორ წელს შეარჩევს ღია კონკურსით, ექნება სრული შესაძლებლობა აკადემიური წრეებიდან და საგანმანათლებლო წრეებიდან შეარჩიოს კონკრეტული წარმომადგენელი. პასუხი ამომწურავი იყო. მადლობა ბატონ დათო. გადავიდეთ შემდეგ კანონზე, ეს გახლავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, მუხლი პირველი, უცვლელი სახთიარო წარმომადგენელი, მეორე, ასევე უცვლელი სახთიარო წარმომადგენელი. კითხვები ხომ არ გაქვთ? შეკითხვები ხომ არ გაქვთ? არა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, მუხლი პირველი, უცვლელი სახთიარო მუხლი წარმომადგენელი, მეორე, ასევე უცვლელი შეკითხვები ხომ არ გაქვთ? არ არის შეკითხვები. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, მუხლი პირველი, უცვლელი სახთიარო წარმომადგენელი, მუხლი მეორე, უცვლელი სახთიარო წარმომადგენელი. შეკითხვები ხომ არ გაქვთ? არ არის ასეთი. საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, უცვლელი სახთიარო წარმომადგენელი, პირველი, მუხლი მეორე, ორივე არის უცვლელი სახთიარო. შეკითხვები არ არის.
საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება მუხლი პირველი, უცვლელი სახდება. მუხლი მეორე. ასევე უცვლელი აქაც შეკითხვები ხომ არ გაქვს? არ არის. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა ახსნილების წესისა და პრობაციის შესახებ. ასევე თლიანად კანონი არის. პირველი, მუხლი მეორე, უცვლელად არის წარმოდგენილი. კითხვები ხომ არ აქვს? შეკითხვები არ არის. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, საქართველოს განშტოების შეტანის შესახებ, მუხლი პირველი. მე მგონი ადამიანის ვაჭრობა და ტრაფიკინგის საკითხი არ არის გამოჩენილი. ან კარგით, დანაშაულის პრევენციის შემდეგ არ არის. კი ბატონო. კი ბატონო, არ არის პრობლემა, უბრალოდ ჩამოთვლით გამარჯვება ასეა. კარგით. დისკრიმინაციის ყველა შეკითხვები ხომ არ გაქვთ? კოლეგებო, პირველ რიგში კოლეგებს თხოვ, შეკითხვა არ არის. სახალხო დამცველი წარმომადგენელს. ბატონო, მადლობა. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ კანონის ეს მუხლი კონკრეტული ეხება ასევე სახალხო დამცველის უფლებამოსილებას. ასე ვთქვათ, კონდეს ამ მანდატის განხორციელების პროცესში თანამშრომლობა სხვადასხვა აქტორებთან. წარმოდგენილი რედაქცია, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ზღუდავს ამ შესაძლებლობას, იმიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინსტიტუტისთვის და არა კონკრეტულად მხოლოდ თანასწორობის მანდატის მიმართულებით, არამედ ზოგადად როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტისთვის თანამშრომლობა გქონდეს როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორებთან, ასევე საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო დამწუთას დღის მდგომარეობით სახალხო დამცველი არის 7 ფორმალური საერთაშორისო კავშირის წევრი და ასევე 2 არაფორმალური და ძალიან მალე შეიძლება ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციადაც იქცეს გაეროს ქუდის ქვეშ. ამიტომ ამ შესაძლებლობის ქონა და საკანონმდებლო დონეზე ამის გამყარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით თანამშრომლობას, განსაკუთრებით თანასწორობის მექანიზმს რახან ეხება, აქაც სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აი მაგალითად სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის შრომის ინსპექცია არის განსაკუთრებით ასე ვთქვათ, ყველაზე ახლო მდგომი ჩვენი პარტნიორი, რომელიც შესაძლოა მანდატის გადაფარვის თავიდან აცილების მიზნით მემორანდუმის გაფორმების საკითხსაც კი დადგეს დღის წესრიგში და ითვალისწინებდეს. და ცხადია აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. ამიტომ ამ ნორმაში ყველა ამ აქტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ჩვენი ინსტიტუტისთვის პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენ საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხთანაც და ეს თხოვნა გვექნება, რომ როგორც ამ კანონში, ასევე ორგანულ კანონზე იყო საუბარი პირველი მოსმენის დროს. მართალია ხა პაკეტში არ არის, თუმცა თუ ესეც დღის წესრიგში დადგება, აუცილებლად თუ არის ვერ ნახ შეიძლება ერთი და იგივე კომენტარი მიემართება, არ შეგაწუხებთ მეორედ, ერთი და იგივე ჩანაწერი რო იყოს, როგორც ორგანულ კანონში, ასევე თანასწორობის მარეგულირება ამ საკანონმდებლო აქტში, ანუ საერთაშორისო, სახელმწიფო, საზოგადოებრივი და აკადემიური წრეები. მადლობა. ბატონ დავით. კი ბატონო, ნამდვილად არ შევზღუდავთ ჩვენ სახელმწიფოს და მის აპარატს, რომ მოახდინოს საკუთარი უფლებამოსილების კონცენტრირება და ჩაერთოს პროცესებში სრულყოფილად იმ თვალსაზრისით, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ. შესაბამისად, იმ დათქმით თხოვნა მექნება თავმჯდომარისთვის იქნეს დადგეს ეს საკითხი კენჭისყრაზე, რომ ამ კონკრეტულ მუხში, რომელიც განიცდის ცვლილებას, კონკრეტულად არის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის K ქვეპუნქტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის კანონთან დაკავშირებით მოხდეს მოდიფიცირება და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, ანუ გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო ორგანიზაციები მე დაგეთანხმებით ამ ცვლილებას. მეორე მუხთან დაკავშირებით განუცდეთ შეკითხვები ხომ არ აქვს კოლეგებს? გადავიდეთ შემდეგ კანონზე, ეს გახლავთ დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, მუხლი პირველი. არ განუცდეთ ცვლილება. მუხლი მეორე. ასევე არ განუცდეთ. შეკითხვები ხომ არ გაქვთ? აი ახლა მივედით იმ ორგანულ კანონთან, რაზეც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბრძანა და აქაც კი ბატონო, რომ აღარ გაიმეოროს მაშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა იგივე პრინციპით, ანუ ვიზიარებ ამ კონკრეტულ შენიშვნას სახელმწიფო, ანუ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებთა სახალხო დამცველის თანამშრომლობის შეზღუდვის დაუშვებლობის მიმართებით და მხოლოდ ამ დათქმით იქნეს კენჭისყრაზე დაყენებული თხოვნა მექნება თქვენთან.
კი ბატონო, მუხლი მეორე. არ განუცდიათ შეკითხვები ხომ არ გაქვთ? ასეთი არ არის. შემდეგი გახლავთ საერთაშორისო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილება. არ განუცდიათ ცვლილება. მუხლი მეორე. ცვლილება არის წარმოქმნილი. არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი პირველი. უსულელად არის წარმოქმნილი. უსულელად არის წარმოქმნილი. მუხლი მეორე. ასევე უსულელად არის წარმოქმნილი. შეკითხვები ხომ არ გაქვთ, კოლეგებო? საკითხი განხილულია. მოდეში ადამიანის ვაჭრობის წინააღმდეგ ცვლის შესახებ კანონი გავიარეთ ჩვენ, ხო? დიახ. ყველაფერი მიშლება. კი ბატონო. გავიარეთ. კი ბატონო. ხო, ამასაც აქაც შემიძლია დამატებით გითხრა თუ აქაც ეს ცვლის სახით არის წარმოქმნილი და კითხვის შემთხვევაში შემიძლია პასუხი გაგცეთ. კარგით. კეთილი, საკითხი განხილულია და იმ დათქმებით, რაც სახალხო დამცველმა წარმოადგენა და ასევე რასაც დაეთანხმა თვითონ მომხსენებელი, დავაყენოთ საკითხი კენჭის ყრაზე. ვინ არის თანახმა? დიდი მადლობა, საკითხი განხილულია. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ჩვენ ხუთივე საკითხს მხარი დაუჭირეთ ერთხმად. მადლობა მონაწილეობისთვის, მადლობა სახალხო დამცველს მონაწილეობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. რა თქმა უნდა, სტომა დახურულია.